გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და რუსთავის მერი რუსთავში მოქმედ საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევად რჩება. ჩვენი მხრიდან შევთანხმდით, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი გაინტენსიურებს კონტროლს ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების, ერთის მხრივ რომ დაიდენტიფიცირდეს აი მძაფრისურის გავრცელების წყარო და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საწარმოებს, რომლებიც არ ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები. ინტერესი რუსთავში მაღალია, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, რაც მთავარ შედეგს გამოიღებს და მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახოს არც ერთი საწარმო საქმიანობა. ბოლო პერიოდში ქალაქში გახშირებული იყო პერიოდულად სულის პრობლემა, ასევე რიგი საწარმოების მხრიდან გარკვეული გამოფრქვევის, ასევე კანონის დარღვევის ფაქტების შეინიშნებოდა. ჩვენ შევთანხმდით აქტიურად, რომ გაგრძელდება მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან. ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი საქმიანობის. რა თქმა უნდა, წარმოებამ უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ეს სრულად გვაქვს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა.